ძლიერი საქართველო ლელო კატეგორიულად მოითხოვს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, რომელიც მონაწილეობდნენ გუშინ მედიით ტელეპირველის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, სადაც ფაქტობრივად ჩანს ძალოვანი უწყების თანამშრომლები სასურველი ჩვენების მიღების მიზნით რეალურად აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდა პირებს და მიმართავ მოქალაქეებს, რომელსაც ხშირად აქვთ უნდობლობა იმ მოცემულობის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე. კი, საქართველოში ძალოვანი უწყებები ივანიშვილის პირობებში იქცა რეპრესიის, ძალადობის, დევნის და უკანონობის სისტემურ სივრცედ. უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შვილებს, თქვენ შვილებს აჩერებენ ქუჩაში, სცემენ, აწამებენ და უსწორდებიან მიყრუებულ სამშენებლო ადგილებზე, როგორც ჩვენ ვნახეთ გორში, ჩაკეტილ საპოლიციო უწყებებში, პოლიციის შენობებში, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ახერხებს ამ ყველაფრის ვიდეოკამერაზე, ტელეფონით გადაღებას და გასაჯაროებას. არსებობს სავარაუდოდ ათასობით სხვა შემთხვევა, რომლის დროსაც ვერ შეძლო საქართველოს მოქალაქეებმა ამ ყველაფრის მტკიცებულების მოპოვება. ცხადია, რომ საქართველოში რეპრესიული სისტემა ივანიშვილის პირობებში ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო ძალადობრივი. უნდა დაისაჯოს ყველა პირი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც არიან თანამონაწილე ამ დანაშაულში. ერთი, რადგან მათ შექმნეს საპოლიციო სისტემაში დაუსჯელობის განცდა, მეორე, შეუძლებელია ვინმემ დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქე, ან ჩვენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის ერთჯერადი, ეს ხდება ყველგან, ყოველდღიურად და უამრავი ისტორია, რომელიც ვრცელდება საჯაროდ სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიით, სამწუხაროდ არ ახლავს მსგავსი მტკიცებულებები და საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს. სინამდვილეში ეს არის სისტემური დანაშაული, რაც შექმნა ივანიშვილმა, მისმა დაუსჯელობამ თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, სამტრედიაში, რასაც მოყვა თვითმკვლელობის კასკადები, არ უნდა დაგვავიწყდეს დემურსტურვა, თემურ აბზიანიძე, სხვები და სხვები, ვინც შეეწინნენ ამ ძალადობრივ სისტემას. ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა დაისაჯოს, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე, საზოგადოებას მივმართავთ, რომ დღეს თქვენი შვილები უნდა დაიცვათ თქვენ სამოქალაქო პროტესტი. დღეს 7 საათზე უნდა შეუერთდეთ ყველა იმ მსვლელობას, რომელიც აპროტესტებს იმ ძალადობას, რაც ივანიშვილის ხელისუფლების და სისტემის პირობებში არსებობს ჩვენს გარშემო. 4 წლის განმავლობაში ფაქტია, რომ 2022 წლის შემდეგ, როცა ეს ფაქტი მოხდა, 4 წლის განმავლობაში სისტემაში იყვნენ ჩარჩენილები ის პოლიციელები, სარგებლობდნენ სახელმწიფოს მანდატით და სავარაუდოდ კიდევ არაერთ გზის და მრავალჯერ იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე. ის, რომ თებერვალში მოხდა პოლიციელების დაკავება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ უკვე ინფორმაცია ამ საჯარო ფაქტების და ვიდეო მტკიცებულებების გაჟონვის შესახებ, რაღაც დროს ეს გახდებოდა აუცილებლად საჯარო. გაუგებარია და ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არის დაკავებული ის პირი, რომელმაც გატეხა ეგრეთ წოდებული ჩათი და გაასაჯაროა, გამოიტანა ეს მტკიცებულებები. მხილება მოძალადე პოლიციელების არის გმირობა მაშინ, როცა ამით იცავ უდანაშაულო უმწეო მოქალაქეს, რომელსაც ურტყამენ და აწამებენ პოლიციის დეპარტამენტებში თუ სხვადასხვა შენობაში. ამიტომ ცხადია, რა მდგომარეობა აქეთ ივანიშვილის პირობებში, ეს არის ძალადობრივი სისტემა და მეორე მხარეს დაუსჯელობა, რომელიც ივანიშვილმა აქცია თავის რეალურ რაღაც მაჩვენებლად, რომელსაც არანაირი გამართლება არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი, ეს ძალადობრივი სისტემა, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, არ დაუბრუნდეთ წარსულში, მაგრამ ის აწმყოც, რომელიც იმეორებს იმ წარსულის რეპრესიებს, ძალადობას, წამებას ადამიანებსაც საქართველოს მოქალაქეების უნდა დასრულდეს და ამ ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ისეთი, სადაც ჩვენი შვილები იქნებიან დაცულები.